გამო ანუ შაქარს არ ავჭამო კავაში თაფლი ნამსხვრევში თაფლი პირდაპირ თაფლი რავი ხინკალში თაფლი და ყველგან ჯოგი თაფლია და ისე მიყვარს თაფლი და 40 კილო თაფლი ვჭამ მთელი წელი იქ ეს არის ჩაი ან კავა და დიაბეტი მაქვს მაგას რა შეიძლება შაქარი დიაბეტი მომიმატებს, ანუ გლუკოზა მომიმატებს, სახიფათოა ზემთვის. მოდი მაშინ თაფლით დავატყუოთ. სტევიას გემო არ მომწონს. რა გავაკეთო? მოდი თაფლი არის ბუნებრივი და მაგით დავატყუოთ და დავლიო გემრიელად. მეგობრებო თაფლი შეიძლება დიაბეტიანი ადამიანისთვის, ან ინსულინის რეზისტენტობა ვისაც აქვს, ან პრედიაბეტია. ამ სამი შემთხვევაში ყველაზე კარგი ალტერნატივა, როცა ეძებენ ადამიანი, იპოვება მარკეტებში, ან გინდა ბუნებრივი სოფელში გაკეთებული თაფლი და მაგას იყენებენ ადამიანი, ფიქრობენ, რომ ბუნებრივია სრულად და ჩემი ჯანმრთელობას არაფერი ცუდი არ გააკეთებ, თუ კარგი არ გააკეთებ. დიაბეტიანი ადამიანისთვის, ან იგივე სამი შემთხვევა, პრედიაბეტი და ინსულინის რეზისტენტობა. ერთი პრობლემაა, პატარა საჭმელი რო ჭამე, მაშინვე რო გაასინჯებს, ვაიმე, წასულია გლუკოზის დონე ქვევით. ჩვეულებრივი ადამიანი რამდენიც გინდა ჭამო, მაგისი გლუკოზის დონე ზევით არ მიდის. თუ ადამიანს უნდა რომ დაამარცხო დიაბეტი ან დაამარცხო ის ორი სიმპტომი პრედიაბეტი და ინსულინის რეზისტენტობა თქვენ უნდა ისწავლო თქვენთვის რა კარგია და რა ცუდია აქ ცოტა მათემატიკა უნდა დაამატო არსებობს 2-3 კანონი როგორ უნდა გასინჯო ის პროდუქტი რომელიც თქვენ წინ დევს ან იყიდება ან თქვენ რო ჩადებს თქვენი კუჩი თქვენ უნდა იცოდე ეს შიგნით რო წავა ძემი ჯანმრთელობისთვის რა გააკეთე პირველ რიგში უნდა ისწავლო მეგობრებო EGL estimated glucose load ანუ დაახლოებითი გლუკოზის load ანუ წნევა ძალა ნებისმიერი საჭმელში შედის ცოტა ან მეტი რაოდენობით გლუკოზა. თქვენ რო ჭამ საჭმელი, ეს მიდის, გადაამუშავებს და ჯოგი საჭმელი ცოტა, ჯოგი სწრაფად, ჯოგი ნელა გლუკოზის დონე სიცხილში იმატებს. შაქართან ედარება თაფლი. მოდი აქაც დავთვალოთ ჯერ შაქარის და მერე თაფლის. რა წნევა არის, რას აკეთებს შიგნით რომ მიდიან. შაქარის მეცნიერული სახელი არის მეგობრებო სუკროს. სუკროში ნახევარი გლუკოზა შედის, ანუ 50% გლუკოზა და 50% ფრუქტოზა. გლუკოზას გლიცემიური ინდექსი არის 100 და ფრუქტოზის გლიცემიური ინდექსი არის 30, დაახლოებით 30. 100 და 30. გლუკოზის გლიცემიური ინდექსი და ფრუქტოზის გლიცემიური ინდექსი კიდე გავანახევროთ, ანუ 100 ხო იყო, აქ მოვიდა 50, აქედან 15-ის ნახევარი 15, ანუ 30-ის ნახევარი 15. ეს რო დაამატოთ, ანუ გამოვიდა 65. ანუ თლიანობაში ჩვეულებრივი შაქარი სუკროს რო არის, მაგისი გლიცემიური ინდექსი გამოვიდა 65. თავარი მეგობრებო, შიგნით რომ მიდის EGL. რამდენი გამოვა 65 გლიცემიური ინდექსის. ანუ შიგნით რა გააკეთებს შაქარი თაფლთან რო შეადაროთ. ავიგოთ 100 გრამი შაქარი. 100 გრამ შაქარში
სუფთა 100 გრამი ნაკშირი წყლები შედის, დანარჩენი არაფერი არ არის. ცხიმი არ არის, პროტეინი იქ არ არის. 100 გრამი გაამრავლოთ, გლიცემიური ინდექსი ხო არის 65. 100 გაამრავლე 65 და გააკოფინეთ 100-ზე. გამოვიდა ისევე 65. ესე იგი, estimated glucose load. წნევა, ძალა, შაქარს აქვს 65. ეხლა კოლას საკვარელი ბუნებრივი თაფლი. აქ დაახლოებით 10-დან 15%-მდე არის წყალი და დანარჩენი 80-დან 85%-მდე დარჩა შაქარი, ბუნებრივი შაქარი. თაფლში ყოველთვის მეგობრებო 60%-მდე არის ფრუქტოზა და 40%-მდე არის გლუკოზა. ფრუქტოზის გლიცემიური ინდექსი არის 18, გლუკოზის გლიცემიური ინდექსი არის 40. 40 plus 18, 58, 5-8. მაგისი გლიცემიური ინდექსი გამოვიდა თლიანობაში 5 და estimated glucose load. ანუ დაახლოებით გლუკოზის წნევა, რო ამოვიყვანოთ ეხლა აქედან, ყველა მიცით 15% წყალია. მოაშორო ეს წყალი, დარჩა სუფთა 85% გლუკოზა. 85 გაამრავლე, გლიცემიური ინდექსი ხომოვიდა 58 და გააკოფინე 100-ზე. ბოლოს რა გამოდის? გამოვიდა 49.3. ეს მოვიდა estimated glucose load თაფლის. მოდი გავამრგვალო დაახლოებით 50. შაქარის EGL 65 იყო, მაგისი 50, ესე იგი, რაიმე ეხლა 15-ით ნაკლებად არის, ესე იგი მაგის ჭამა შეიძლება და გლუკოზი მაგლა არ წავა. მაგრამ დაიცა მეგობრებო, კიდე არის დათვლა. ყოველთვის ჩვენ რო სინჯავს, ხო სინჯავს? ის სინჯავს გლუკოზა. გლუკოზა ჭამ, გლუკოზა სინჯავს. მაგრამ თაფლში ფრუქტოზაც არის. ფრუქტოზა რო გვიჭამია, მაგის ვინ სინჯავს? ფრუქტოზა არავინ არ სინჯავს. ფრუქტოზის ჭამის მერე თქვენ სიცხლში ფრუქტოზა იმატება, არა გლუკოზა, რომელიც აპარატში არადროს არ მოდის. იმიტომ ვისაც დიაბეტია, ყოველთვის თაფლის ჭამს და მერე სინჯავს. არადროს არ მოვა ფრუქტოზის ციფრები. და ფრუქტოზას რა არის კიდე? ყველა უჯრედები, ჩვენი უჯრედები არ ხარჯავს, არ მონაწილეობს მაგისი დახარჯვაში. მარტო გვიჯლი არის, რომელიც ფრუქტოზას მიხედავს. ანუ თქვენ რო ჭამს ფრუქტოზა, იმას მარტო გვიჯლი გადაამუშავებს, მაგისი მეტაბოლიზმი მარტო გვიჯლის sebare. ხო და თქვენ რო თაფლი ჭამს, ჩვენი გვიჯლი მაგას გადაამუშავებს და უშვებს მერე როგორ იცი? ტრაიგლისერიდს აკეთებს იმ ფრუქტოზის გამო. აკეთებს LDL კოლესტეროლი, კოლესტერინი. ტრაიგლისერიდი და კოლესტერინის ფორმით უშვებს ჩვენი ძარღვებში, სისხლის ძარღვებში. ხო და გლუკოზა არ მოგიმატა, პირიქით ბევრი თაფლის გამო, ანუ შაქარს არ ავჭამო, კავაში თაფლი, ნამსხვრევში თაფლი, პირდაპირ თაფლი, რავი, ხინკალში თაფლი და ყველგან ჯოგი თაფლია და ისე მიყვარს თაფლი და 40 კილო თაფლი ვჭამ მთელი წელი. იქ პრობლემა მოვა, დიაბეტი, გლუკოზით პრობლემა არ იქნება, მერე სხვა პრობლემში გადახვალ. ანუ LDL კოლესტერინი აკეთებს ჩვენი გვიჯლი იმ თაფლით ჭამის მერე, ან ტრაიგლისერიდს. სამწუხაროა ეს ინფორმაცია, მაგრამ ესეა, ადრეც გითხარი მე თქვენ. სიამოვნების ამბავია. იმიტომ ზედმეტი თაფლი ჭამა, იმიტომ რომ მე მიხდება, მე მომწონს თაფლი
გვიძლი ტრაიგლისერაიდი და კოლესტერინი აუცილებლად მომატება თუ უზომოდ ჭამს ადამიანი თაფლი. თუ ჩაი კავის გატბობა თქვენ მაინდა-მაინც გინდათ, კბილის ჭამა გინდა, მაშინ artificial sweetener, ანუ stevia, monk fruit და სხვა ეგეთი დიაბეტისთვის რო წვეთები იყიდება, ან შაქარი იყიდება. მაგრამ maltodextrin არ უნდა იყო ის. იქ maltodextrin შედის ბავშვების საწმელშიც და სხვა წონის დასაკლების მიქსებში შედის, რომელიც ადამიანი სვამს და ვაიმე იმ კომპანიის ის შეიკი სვამს, იმ კომპანიის იქ ყოველთვის წაიკითხე მეგობრებო. თქო, maltodextrin არ უნდა შედიოდა, ეს არის შხამი. მაგისი გლიცემიური ინდექსი დაახლოებით 160-ია. ანუ შაქარზე, გლუკოზა, ყველაფერზე ყველაზე მეტი, ანუ მომავალში დიაბეტიანი გახდები ეგეთი ადამიანი დღეს წონის დაკლებაში თუ maltodextrinიანი პროდუქტს ჭამს ან სვამს. იმიტომ stevia, monk fruit ეგეთი რამე შეიძლება გემოთი არ მოგწონდე, მაგრამ სრულად არის ბუნებრივი, რომელიც თქვენი დიაბეტისთვისაც კარგია და გვიძლი და ტრაიგლისერაიდი და კოლესტერინსაც არ მოუმატენ. ამ ვიდეოდან რისი თქმა მინდა მე. თაფლი ცუდი არ არის, ანტიოქსიდენტები შედის, სხვადასხვა ვიტამინები შედის, მაგრამ შაქარის სრული ალტერნატივა თაფლი არ არის. ერთი კოზი, ორი კოზი თაფლი ჭამა შეიძლება, რომელიც არ გამოჩდება იქ, მაგრამ ხო გითხარი, სად გამოჩდება ეს მერე, წლების მერე. იმედია ეს ვიდეო თქვენთვის იყო ინფორმირებული, ყოველთვის იკავი ჯამთელი და ბედნიერი და აუცილებლად გამოიწერე არხი, გააზიარეთ მეგობრებში. კარგად და ჯამთელად.